უცებ არ საიდან 250 მილიონი რომ გაჩნდეს თქვენს ანგარიშზე, რაც გააკეთებდით. მაგალითად, შეგიძლიათ რაიმე მასიური დებილური პრობლემა მოაგვაროთ. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება სამყაროში ყველა გაფუჭებული USB კაბელი რო გააკეთოთ. ასევე ამ ფასად შეგიძლიათ 35 მილიონი სამმაგი ჩილი ჩიზბურგერი იყიდოთ და მომდევნო 1000 წლის განმავლობაში ყოველ დღე 97 ცალი ჩამოთ. მე მგონი მარტო ესაა რეალური გზა მაგის გასაბერი ლეიბის სამყოფი ქულების ასაგროვებლად. ან უბრალოდ ნებისმიერ კაზინოში შედით, შავზე დადეთ მთელი ფული და გააორმაგეთ. და თუ გონიათ რომ ვიხუმრე, არა, ეს ფინანსური რჩევა იყო. ნება თქვენია. უბრალოდ ეს ორჯერ რო გადააბათ, იმაზე გაცილებით მეცი შოვით, ვიდრე ფორმულა 1-ის ფილმმა იშოვა საწყისი 250 მილიონით. ჩემი მაყურებელი გაურკვეველი შინაარსის ვიდეოებს მე მგონი უკვე მიეჩვია. ჩვეულებრივი ლატარია. ამ შაბათს რა იქნება? კომპლექსური ვიდეო ახსნა იმაზე თუ როგორ გადაადგილდება ოთახის ტემპერატურის ჰაერი ასტონ მარტინის ჩაზნექილ საიტბოძზე თუ რატომ ეშინია ლუის ჰამილტონს ხახვის. დაკურებული ადამიანის ესეთ მიხვდებოდა დღევანდელი ვიდეოს თავარ აზრს. და კი, მე როგორც ინჟინერ მექანიკოს მწერალი იუმორისტ და საუკეთესო პაროდისტს ახალი რეგალია. თავარ კინოკრიტიკოსობას დავიბადე. კინემატოგრაფიაში ჩემ არაჩვეულებრივ გემოვნებაზე კიდევ ჩემი Letterboxd-ის top 4 ფილმი დაგემოწმებათ. პირველივე დღიდან, როდესაც გაბაზრდა რომ ფორმულა 1-ზე ფილმს იღებდნენ, დაბადლობა ღმერთს რომ ხაზრულს იღებდნენ და არა დოკუმენტურს, ბანაკი ორ ნაწილად გაიყო. ერთი მხარე იძახდა რომ საშინელება იქნებოდა, ხოლო მეორე მხარე იძახდა რომ საშინელება იქნებოდა. მაგრამ ჯოზეფ კაზინსკის მაინც ვაცადოთ ეგებ რამე კნასო. ბატონი ჯოზეფი თუ არ იცით არაუშავს, ტოპგანი გეცოდინებათ. დიახ, კაზინსკი ის კაცია უცნაური ობსესია და გართულება რო აქვს ბევრ კამერაზე. ჯერ ტომ კრუზი აფრინა, ახლა კიდევ 62 წლის კაცი ჩავსვა ფორმულა 1-ის მანქანაში. ამ ფილმს ყურებამდე მართლა მეგონა რომ ბრედ პიტი ყველანაირ აგრეგატულ მდგომარეობაში მყავდა ნანახი. გაყინული, ბედნიერი, არარსებული, მკვდარი, მაგრამ ეს რაღაც ახალია. კაი, ფლოტით დავიწყოთ. აი, ტოპგანი აიღეთ, ბევრი კარბონი დაუმატეთ, One Republic-ი გამოაკელით და ზუსტად ეგაა. ფილმის დასაწყისში ვიცნობთ სონი ჰეისს, 90-იანების ფორმულა 1-ის პილოტს, რომელიც თავის მანქანაში ცხოვრობს და ფულს შემთხვევით არჩეული რბოლების მოგებით აკეთებს. უბრალოდ რეჟისორს ჩვენთვის ბომჟი კაცის ცხოვრების გადმოცემა თუ უნდოდა, რომელსაც ყველა ცოლი დაშორდა და მთელი ფული კაზინოში წააგო, შეძლო ცოტა უცნაური სარბოლო სერიით გაიზგაესტო ჩვენთვის. მაგალითად, TCR-ით. ან სეტანტას წრიული რბოლებით. არა, რატომღაც ტიპი, რომელსაც სამყარო ზურგი აქცია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რბოლაში დეიტონაზე გამოდის. იგებს და ისებიდის თას ფეხებზე იგიდებს. მალევე ვისწავთ მის ძველ მეგობარ რუბენს. ისე ხავიერ ბარდებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია როლის მხრივ. კარიბის ზღვის მეგობრებში მოჩვენება არმანდო სალაზარის მერე ასწორებს ფორმულა 1-ის გუნდის ფლობა. მისი გაუჩენის მთავარი მიზანი კი გუნდის ამოქაჩვაა. გუნდის, რომელიც კონსტრუქტორებში ბოლოზეა 0 ქულით. ხოლო არაფერი ისე არ ყვირის გუნდის გადარჩენაზე, როგორც პენსიონერის დაბადება, რომლის ფორმულა 1-თან ბოლო ინტერაქციაც არც თუ ისე სახარბიელოდ ასრულდა. გუნდის მეორე მრბოლელი კიდევ ჯოშუა პირსია, იმედის მომცემი ახალგაზრდა, რომელიც ყველას ზემოდან უყურებს. გაცილებით მეც ფიქრობს თავის Instagram ფოლოვერებზე, ვიდრე დროის დაბლა ჩამოწევაზე და კიდე დედასთან ცხოვრობს. და რა იქნება ფილმი წიხლით ჩატენილი love story-ის გარეშე? თან ეს ყველაფერი გენდერულ თანასწორობას თუ მოაგვარებს ავტოსპორტში ხო საერთოდ? ქალბატონი ქეითი გახლავთ Apex Chip-ის ტექნიკური დირექტორი, რომელიც როგორც აღმოჩნდა ერთადერთია გარაში, ვინც ტრეშოტკის გამოყენება იცის და ახლად მოსულ პენსიონერსაც მშვენივრად უჟუჟუნებს თვალებს. დედა აზრი კი მარტივია. თუ დარჩენილ ნახევარ სეზონში Apex-ი ვერ მოიგებს რბოლას, რუბენს მოუწევს გუნდის დაკარგვა. ფილმის მთავარი ვილენი კიდევ ინვესტორი პიტერ ბენინგია, რომელიც ზუსტად ისე ერკვევა ფორმულა 1-ში, როგორც ჩემს უკან ფილმის სიასე მყოფი ბიჭი, რომელიც თავისმა შეყვარებულმა ძალით წამოიყვანა. დარწმუნებული ვარ, თუ მათ ფასიყვარულმა ამ 2 საათს და 36 წუთს გაუძლო, წინ ფიზიკურად ვეღარაფერი დაუდგებათ. უცებ რომ შევაჯამოთ ჩვენ ყავს ბებერი მრბოლელი, ახალგაზრდა ამპარტავანი ბიჭი, ანდერდოგი გუნდი, ბოროტი ინვესტორი და ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისია. თუ ცხოვრებაში ერთი სპორტული ფილმი მაინც გაქვთ ნანახი, 100% ვარ დარწმუნებული, თავიდანვე მივხვდებით ფილმი როგორ დასრულდება. სამაგიეროდ მანქანებია მაგარი, ვრუმ, კაი, რაც არ უნდა იყოს, ფილმი მთავარ პერსონაჟს მიყავს. ბრედ პიტს კიდევ ისეთები აქვს წაყვანილი, ეს რატო გაუჭირდებოდა. სონი ჰეიზი, რომელიც საშინელი ავარიის შემდეგ ბრუნდება, ბოლო მისიის შესასრულებლად. სტანდარტული ფილმის სცენარი. შესრულებას რაც შეეხება, ბრედ პიტი არა. შეხედავ გესი ამოვნება, თვალს ჩაგიპაჭურებს, ბილეთს გაყიდის. მაგრამ რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ფილმის სადარად მაინც ტოპგანი ავარჩიე. ალბათ იმიტომ, რომ სიტუაცია მეტნაკლებად გავს. რეჟისორიც იგივეა. უბრალოდ ბრედ პიტი არაა ტომ კრუზი. ეს რაღაცნაირად იხდეს ექსტრემალურ სიტუაციებს. პიტი კიდევ რაღაცნაირად ძველ ღვინოს გავს, აი, დიდი ხანი თავმოხტის რო დატოვებ. მაგრამ ეს კაცი ყოველთვის ისეთ რაღაცებს აკეთებს, მაინც გაყურებინებს. არის თუ არა ეს საოსკარო ფილმი? არა. უნდა უყურო გასართობად? აუცილებლად. ვადობდი თუ არა ბრედ პიტის დამჯდარი აკუმულატორის დაპერების ჭკებას? რა თქმა უნდა არა.
კაზინსკის რაც შეეხება ფილმის თავიდან ბოლომდე ეტყობა, რომ ერთ დღეს გაიღვიძა, მისით რომ ტომ კრუზი როგორme ეჭვიანებინა ტომ განის მერე. ფილმში საერთოდ ყველა ადგილას კამერაა დაყენებული. წინა ფრთაზე Airbox Epitlane's ხაზზე ვიღაცის საჭმელში. სწორედ ამიტომ მივიღეთ შედეგად მშვენიერი კადრები. კაზინსკის მთავარი სტილი ალბათ მაინც იმერსია. ტიპი ბოლომდე ცდილობს რომ GeForce-ის სიჩქარე და ეგზისტენციალური კრიზისი Sony Hayes-დან შეზე გადმოიტანოს. თან ირიბად გაგრძნობინოს რომ ის შეზე მაგარია. ამ ყველაფრის მიღწევა კიდევ გაგიკვირდება და ძალიან რთული იყო. თლად ფორმულა 1-ის სისწრაფით არ მოძრაობდნენ ეს მანქანები, მაგრამ სიჩქარეზე ასეთი კადრების გადაღება საკმარისად რთულია სტანდარტული სტატიკური კამერისთვის. სწორედ ამიტომ Apple ორიგინალი ადგა და Sony-ს გაკეთებულ დამზადებული ლინზები დათხარა iPhone 15-ებს. მერე მანქანებს დაუმაგრა და ესე მივიღეთ ის, რაც კინოში ასე ძალიან მოგვეწონა. საერთო ჯამში გადაღებული მასალა დაახლოებით 5000 საათი იყო. შედარებისთვის ჩემი 2025 სეზონის მიმოხილვის ვიდეო საათი და 40 წუთიდან 28-მდე ჩამოვიყვანე. საერთოდ არ მშვენს ფილმის მემონტაჟის. გასაგებია რომ ფილმი დოკუმენტური არაა, მაგრამ Force-ს მაინც ხوار უნდა დავამსგავსოთ. გაიცანით ძელ ლუის ჰამილტონი. ალბათ პირველად ხედავთ. ლუისი ამ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა და მისი მთავარი დავალება იყო რომ რეალური ხაზი დაეჭირა, რითაც ფილმი ფანტასტიკაში არ გადავიდოდა. ხოლო სპორტი კიდევ არ შერწყებოდა. ისე რა უნდა გადაიღოთ Ferrari-ზე დიდი სირცხვილი რომ მოეტანათ აქაურობისთვის. ლუისი გახდა ის ადამიანი, ვინც ფილმის მთავარ პერსონაჟებს ატრენინგებდა მანქანის ტარებისას. ხო, ეს მანქანები ჩვეულებრივი ფორმულა 2-ის ბოლიდებია, რომლებიც ფილმს Mercedes-ის მექანიკოსებმა ფორმულა 1-ის მანქანებს დაუმსგავსა. გადაღებები რეალურ საბოლოო უქმეებზე მიმდინარეობდა. Sony Hayes და Joshua Pierce იდგეს Silverstone-ის Grand Prix-ზე ხიბლების დროს პილოტების გვერდით და რეალურად გაიზიარეს ის აბუდავის პოდიუმი Mercedes-სა და Ferrari-სთან. კამეოებიც ოხრადაა ფილმში. Formula 1 ქვია კინოს და Fernando Alonso თუ არ იტანტალებდა ფონად, აბა რა გამოვიდოდა. Apex GP-ის ბაზად საკმაოდ ცნობილი ადგილია ავტოსპორტის მოყვარულებისთვის. McLaren-ის ტექნოლოგიური ცენტრი იდეალური ადგილია ჩემი აზრით გუნდისთვის, რომელსაც ქულა არ აქვს აღებული და კაკოტრების პირასაა. სამაგიეროდ ფილმი ძალიან რეალურია. ზუსტად შემიძლია დაგისახოთ, სად და როდის გამოიყვანა გუნდმა უსაფრთხოების მანქანა თავიანთი უპირატესობის შესაქმნელად. საბოლოოდ ფილმი რეალურია? გასართობი? ნამდვილად. ვიზუალური ეფექტები გასაგებია, მაგრამ მეტი თუ არა არანაკლები დაფასება აუდიო გაფორმებასაც უნდა მივანიჭოთ. ძრავების ღმუილი საბურავების ხრჭიალი და Hans Zimmer-ი თავის ელექტრული და ორკესტრული ქაოსით ქმნის საუნდტრეკს, რომელიც დაგაფიქრებთ ემად ჩემმა გულმა ფეთქვა ხوار შეწყვიტაო. დანარჩენი ალბომი კიდევ პოპ ვარსკვლავებით გადაავსეს. Ed Sheeran, Doja Cat, Tate McRae, რომელიც უბრალოდ უკეთესი ლუცა ბუზალაძეა. ხოლო თუ ვიდეო იმიზნით ჩართეთ რომ უცებ ფილმის ყველა შეცდომას ჩამოგიყრიდით, არც თქვენ დაგტოვებთ ხელცარიელს. ფილმის დასაწყისში ვიგებთ, რომ Sony Hayes იგიღებს ბოლებში მონაწილეობას, სადაც უცებ დაჭირდებათ. მერე უცებ არსაიდან ფორმულა 1-ში ხვდება. სუპერ ლიცენზიაზე ქულები როგორ დააგროვა ლოთმა კაცმა, ნამდვილად ვერ კეთყვით. მერე უცებ ტესტირებების დღეს ჩააკითხა გუნდს. კაი, ეს ნუ შეიძლება Filming Days-ი იყო და არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ მანქანაში რანაირად ჩაჯდა? ეს არის ფორმულა 1-ის ბოლიდის სავარძელი, რომელიც თითოეული ბურბოლელის ფორმაზე მზადდება. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ პიც და იდრის ერთი ზომის, ფორმის და გაბარიტების ტრაკები აქვთ. ფილმში არ არსებობს დახურული პარკის წესი, ხოლო გუნდებს ახალი საბურავები არ საიდან უჩნდებათ. სხვათა შორის რეალური Sony Hayes-ი ფორმულა 1-ში მართლა ყავდა. არა, პენსიიდან კაცი არ მოფრუნებულა და არც ძალით იმდრეოდა. უბრალოდ ეგეთი ტიპი იყო Yuji Ide, რომელსაც ლიცენზია წაართვეს. თქვენ კიდე გინდათ მითხრას, რომ ამ რაღაცას სარბოლო კონტროლი უყურებდა და შემდეგ რბოლაზე მაინც დაუშვეს. ასევე რბოლაში აკრძალულია იმ პილოტით გამოსვლა, რომელმაც კვალიფიკაცია არ ან ვერ იარა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეუძლებელი განახლებით გუნდმა, რომელსაც სეზონის პირველ ნახევარში ქულა არ ქონდა აღებული, ბოლოს რბოლა მოიგო. თან აბუდაბიში, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც მაყურებელშია. ხალხმა უბრალოდ ვერ გადახარშა, რომ ხატრული ფილმია და რეალისტურობა არ მოეთხოვება. არანუ გასაგებია რაღაცებზე თვალი ფიზიკურად ვერ იხუჭება, მაგრამ თუ ზოგ-ზოგიერთი თავის ეგოს ცოტა გვერდით გაწევს, მაინც შეიძლება ამ ყველაფრით სიამოვნების მიყედა. თან მართლა მაყურებლებზეა მორგებული ეს ფილმი. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ის სცენა გოგო ჯოშუას საინსის ნომერს როთხოვს, რომელიღაც TikTok-ის ვიდეოს კომენტარებიდან არაა მოღებული. საბოლოოდ ჩვენც გავიდით ბოლო წრეზე. მოკლედ რომ შევკრათ, ბრედ პიტმა თავის საქმე ნორმალურად შეასრულა. დანარჩენი კასტიც კარგად მოერგო ფილმს, 1-2-ის გამოკლებით რასაკვირველია. ვიზუალზე და ხმაზე ჩემი კომენტარი საერთოდ ზედმეტია. საინტერესო ისთერეგები, ჩასაცილებელი მომენტები, მარტივად გამოსაზრდოები ფილმის ფლოტი და ჰეპი ენდი. ჩემგან არც კინოკრიტიკოსი დადგება და არც მომავალი რეჟისორი. წავალ ახლა და არაფრის მომცემ რომკომს უყურებ. აი ისეც გოგო და ბიჭი ერთმანეთს აეროპორტშიო დაეჯახებიან, გოგოს ყავა გადაესხმება, მერე ეს ორი ერთ რეისზე აღმოჩნდება. ჩავლენ და ისე მოხდება ერთმანეთის არაფერი ეცოდინებათ. მერე გოგოს თავის საქმრო უღალატებს. ეს ბიჭი დეპრესიით დაიტანჯება და ფილმის ბოლოს თოვლიან ქუჩაში შობის ღამეს გადაეყრებიან ერთმანეთს. ისინი რას გააკეთებენ თავიანთი საქმეა. აი მე კიდევ შუბლად თქვენ გაკოცებთ. შემდეგ ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ. აბა ჰეთ, აბა ჰოთ.